მე ჯერ არ შემხოდრია ადამიანი, ვისაც ცეზარ სალათი არ უყვარს. ხო და რადგან ცეზარ სალათი ბევრ ადამიანს უყვარს და ჩემ წინა ვიდეოსაც, სადაც თინუსის ვრაპი მოვამზადე, ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვა და ბევრ ადამიანს მოეწონა. დღეს გადავწყვიტე მოვამზადო და გაგიზიაროთ ცეზარის ვრაპი. ქათმის ფილეს მოვაყარეთ მარილი და შავი პილპილი გემოვნებით, გაცხელებულ ტაფაზე გადავიტან ქათმის ფილეს და ვრაწავთ მანამ სანამ ცოტათი არ შეოქროს ფერდება, დაახლოებით ასე 2 მხრიდან უნდა შევწყვეტ. სანამ ქათმის ფილე იწვება, ჯამში გადავიტან მაიონეზს, დავაყრინ მარილს, ცოტა შავ პილპილს, დიჟონის соуს და დავაწურავ ლიმონს. სისქე შეგიძლია აკონტროლოთ ლიმნის წვენით, ან თუ სქელი მოგეჩვენათ, დავუმატეთ. 3 კვილი ნიორი გავხეხეთ, პარმეზანიც დავუმატე ასევე გახეხილი. კარგად აურიოთ соуსი კოვზით, მანამ სანამ მასას არ გავაერთიანებთ, ასე ვთქვათ. და ერთი კოვზი ცალკე გადავინახოთ соуსი. ამასობაში დავჭრათ სალათის ფურცლები, წვრილად და გადავიტანოთ ჯამში соуსთან ერთად და კარგად აურიოთ. თუ გინდათ ხელით, თუ გინდათ რაიმეს დახმარებით, მე ამ შემთხვევაში ხელით აურევ, ასე მირჩევია. შემწვარი ქათმის ფილე დავჭრათ პატარ-პატარა კუბიკებად, აი დაახლოებით ასეთ ზომებად და გადავიტანოთ ცალკე ჯამში. ამასობაში ტორტიას ჩვენი გადანახული соуსი წავუსვათ და გადავიტანოთ სალათის მიქსი. დავუმატებ კუბიკებად დაჭრილ ქათმის ფილეს და გადავიდეთ მთავარ ნაწილზე ვრაპის შეხვევაზე, გვერდებზე აი ასე გადაკეცეთ, ცოტა დააჭირეთ, რომ შეეკრას, ასე ვთქვათ, შიგ თავს და გადაკეცეთ, თქვენკენ მოგაჩეთ. აი ესე დაახლოებით. ძალიან მაინტერესებს, როგორი გამოვიდა. ნახეთ, რომ გემრიელესად გამოიყურება. გასინჯვის ყველაზე საინტერესო მომენტიც მოვიდა. ასეთი გემრიელი მე მგონი ცხოვრებაში არაფერი გამიკეთებია. ოღონდ მართლა. აუცილებლად უნდა ცადოთ, აუცილებლად, იმიტომ რომ ასეთი მარტივი და ასეთი გემრიელი რაღაც როგორ შეიძლება არ ცადოთ. როგორც თინუსის ვრაპის შემთხვევაში, ამაზეც გამიზიარეთ, როგორ მოგეწონებათ და როგორი გამოვა.